Moisa. აღნიშნავს საერთაშორისო დასუფთავების დღეს. რა თქმა უნდა, ჩვენ ხობის რაიონში შევერთდით აი ამ მართლაზე საშუალო და ძალიან საჭირო ღონისძიებას, იმიტომ რომ ჩვენი ქალაქი, ჩვენი დიდი სურვილია იყოს ლამაზი, კოპწია, დასუფთავებული, რათა ყველამ, ვინც კი გაივლის ხობის ცენტრში, თქვას, რომ სუფთა და ლამაზი ქალაქია. ეს არის ჩვენი უპირველესი მოვალეობა და უპირველესი საზრუნავი. დღეს ამიტომაც მოხდა მთლიანად მთელი ქალაქის ახალგაზრდობის და სხვადასხვა დაწესებულებების ადამიანების გამოსვლა, დასუფთავდა მთლიანად მთელი ქალაქი, ერთი სიტყვით, ეს ერთჯერადი არ იქნება, მარტო 14 სექტემბერს არ იქნება, რადგანაც ჩვენი ძალიან დიდი სურვილია, რომ კიდე მრავალჯერ გამოვიდეთ, ჩვენ თვითონ ჩვენი სურვილით მოვახდინოთ მთელი ქალაქის დასუფთავება. ეს ხალხი არის თქვენი გამოყენებული ხალხი. ჩვენი ბევრი იყო კიდე კოორდინატორები და ისინი აქციას ვატარებთ, რომ ადამიანმა მოახდინოს ნარჩენების სეპარაცია, გადახარისხება, მე მოხდეს ამ ნარჩენების გადამუშავება და ხელახალი გამოყენება, ანუ მოხდეს მინიმიზაცია ამ მყარი ნარჩენების, იგულისხმება პლასმასები, ბოთლები და საერთოდ ცნებიერება უნდა ამაღლდეს საქართველოში ცოტა თითქოს ჩამორჩენილია ეს მომენტი გამრავლებულია სტიქიური ნაგავსაყრელები გზადაგზა მოგზაურობის დროს საკურორტო ბილიკებზე ადამიანი რომელიც ხვდება ხშირად ამ პლასმასებს, ბოთლებს, სტიქიურად დაყრილ ნაგავს რაც უარყოფით გავლენას ახდენს ადამიანის ტვინზე. სასურველი არის ადამიანმა შეიგნოს, მოუაროს თავის ქვეყანას, მოუაროს პლანეტას, მოუაროს თავის ჯანმრთელობას და მე ვიქნებით უფრო ჯანმრთელები, უკეთესები, ლამაზები და კარგ ქვეყანაში ვიცხოვრებთ. მამითა, მოდი აქ. ketchup-ი არის და გავაკეთებ. ჰა? დასუფთავების დღეა, დღეს მთელი სოფლიო მუშაობს, მათ შორის საქართველოს 3 წელიწადია შევერდა ამ აქციას და დატანილია რუკაზეც კი ამ გარემოს დაცვის რუკაზე საქართველოს სხვადასხვა. ჩვენც ჭალადიდის ხალხი ფიქრობთ მიიღეთ ეს ინფორმაცია დადებით. ეს არის საერთაშორისო დასუფთავების დღე, შეიძლება დაკავოთ თანამშრომლებს მიიღო ჩვენი სოფლის დასუფთავებაში მონაწილეობა და მივესალმებით თუ ამ დღით არ შემოვიფარგლებით და ეს დღე იქნება ამ დღეს მიეცემა სისტემატიური სახე.